დღის სტუმარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა დღის სტუმარი. სულ მალე ფოლკ რადიოს ტალღაზე დაიწყება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება, რომელიც ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებსა და მათ საქმიანობის გაშუქებას დაეთმობა. მოგხსენებათ, რომ ეს გადაცემა თავისთავად ცხადია, რომ მათ პოპულარიზაციას, ამ ანსამბლების პოპულარიზაციაზეც იზრუნებს და ძალიან ბევრ პრობლემასაც დასვამს პირდაპირ ეთერში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთგვარად ვაანონსებთ დღევანდელ გადაცემას და სტუმრად მოვიწვიეთ ყველაზე კომპეტენტური ადამიანები ამ საკითხში, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი ბატონი რევაზ ჭანიშვილი, ქორეოგრაფიული მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ბატონი ოლეგ ალავიძე და ქორეოგრაფიული მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის თანაშემწე ზაზა მჟავანაძე. მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირიქით დიდი მადლობა რომ გამონახეთ. დიდი მადლობა ჩვენთვის ვიღეთ ამ სტუდიაში თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა პირიქით ჩვენთვის არის დიდი პატივი რომ თქვენ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები და ასევე დიდი პატივია რომ ჩვენს ტალღაზე დრო დაეთმობა ქართულ ქორეოგრაფიასაც და მის განვითარებასაც. აქ არაერთი გადაცემა დათმობია ქორეოგრაფიის განვითარებას და ზოგადად ანსამბლების ამა თუ იმ ანსამბლების პოპულარიზაციას, მაგრამ რა შეეხება თავად ეს გადაცემა, რომელიც ძალიან მალე დაიწყება ჩვენს ტალღაზე და სწორედ 5 შაბათ დღეს ამ დროს გავა ეთერში და მე მექნება პატივი რომ უმასპინძლო ხოლმე აი ამ ადამიანებს. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ უახლოესი წუთების განმავლობაში. თუმცა ბატონო რეზო, მე მაინც მინდა რომ ვიდრე ჩვენ აი ამ გადაცემის შინაარსზე ვისაუბროთ, ძალიან მოკლედ გავაცნოთ თქვენი შემოქმედებითი კავშირის საზოგადოებას, რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგად იცნობენ, მაგრამ რას გულისხმობს, რას მოიცავს ეს კავშირი, რა ღონისძიებებს ატარებს, რომ ქართული ქორეოგრაფია იმ წვერვალზე იდგეს, რომელზედაც მე ვფიქრობ, რომ მაინც დგას. იმ სიმაღლეზე უბრალოდ იმ სიმაღლეზე იდგას. მე თუნებას მომცემთ ვისარგებლებ შემთხვევით, ალბათ როგორც ჩემი მეგობრები, ბატონი ოლეგი, ბატონი ზაზა. დიახ ბატონო. და ინდა აი ეს ახალი თქვენი სტუდია, ახალი ოფისი. დიახ. პირდაპირ გაოცებული ვართ ასე დროის მოკლე მონაკვეთში, რომ ბატონი გიორგი უშიკიშვილის, დიდებული მამულიშვილის, დიდი მომღერლის ხელმძღვანელობით ალბათ ყველამ ერთად შეძელით, რომ ასე დიდებული სტუდია გვენახა დღეს ჩვენ. უღმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს. რამდენიმე დღის უკან შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეებთან, მოადგილეებთან, დეპუტატებთან და როდესაც მოუყევით ჩვენი საქმიანობის შესახებ, უთხარით რომ აი რატომღაც წარმოუდგენიათ რომ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი ეს არის მარტო ის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ფესტივალებს, ატარებს დათვალიერებებს, ატარებს ოლიმპიადებს. და როდესაც უთხარით რომ ჩვენი საქმიანობა რა თქმა უნდა, არის ჩვეულებრივი ამბავია, ოლიმპიადებიც არის, დათვალიერებებიც არის, ზეიმები, დღესასწაულები, ანსამბლების დღესასწაულები, ქორეოგრაფების გამოჩენა, ანსამბლების გამოჩენა და მათი საზღვარგარეთ მივლინების უზრუნველყოფა, ასე შემდეგ, მაგრამ უთხარით რომ ჩვენი საქმიანობა პირველ რიგში ჩვენ ასე განსაზღვრეთ, ასე ვფიქრობთ, რომ განვითარდეს და მიმართულებით მოძრაობთ. ჩვენი მოძრაობის დინამიკა არის პირველ რიგში თეორია, მეთოდური, მასტერკლასები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები, დახმარებები იმ ადამიანებზე, სოციალურად დაუცველებ ადამიანებზე, გარდაცვლილი ქორეოგრაფების, მოცეკვავების, მუსიკოსების, საფლეების მოწესრიგება, აი
ძალიან მე ვერ ვიტყვი ახლა ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს, მაგრამ ფაქტობრივად თუ ვცდილობთ რომ კვარტალში ერთხელ მაინც წითელი ჯვრის საშუალებით ამერიკის საელჩოს შესაბამისი საქართველოში ამერიკის საელჩოს შესაბამისი სამსახური დიდი დახმარებით ვამარაგებთ სოციალურად დაუცველებს პროდუქტით ვამარაგებთ მეორადი ტანსაცმელებით და სხვა გარკვეული სახის ქველმოქმედებას ეწევა საგანმანათლებლო ძალიან სერიოზულ ქველმოქმედებას ვეწევი და როდესაც და ერთი დეტალი თქვი ასე რომ რომ არა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის პრინციპული პოზიცია ულამაზესი ქალბატონი მართლა ვარსკვლავთა შორის ვარსკვლავი გარდაცვლილი ქალბატონი ლატაურა ფოჩიანი არ იქნებოდა დიდუბის პანთეონში ასვენებული, დასაფლეებული და საღაცა უნდა დაესაფლეებიათ. და ეს ყველაფერი რომ მოუყევით, წამოხდა ბატონი გოგი ქავთარაძე, ყველა ქართველისათვის საყვარელი მსახიობი, რეჟისორი და პიროვნება და თქვა ხალხნო, მე ვიცი ეს ყველაფერი და აი გაოცებული ვარ როგორ ახერხებენ ყველაფერ ამას სახელმწიფოდან ჩვენ არავითარი დაფინანსება არ გვაქვს მაშინ როგორ ახერხებთ ბატონო? დიახ, როგორ ახერხებთ მართლა? გაჩნდებოდა ლოგიკური კითხვა. ვახერხებთ ამას, იცით, აი შემოწირულობებით. რა თქმა უნდა, მცირეა ეს, მაგრამ მაინც ვახერხებთ გარკვეული საწევროების გადასახადით, გარკვეული დახმარებებით. სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს, რომელმაც ძალიან ბევრი ღონისძიება დაგვიფინანსა. მაგალითად, ომარ მხეიძის, ბრავო ომარ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგვიფინანსა. 5 აპრილს ასევე დიდი მოცეკვავე საუკუნის მოცეკვავე, ომარ მხეიძე საუკუნის მოცეკვავე ჩვეულებრივია, ფრიდონ სულაბერიძის საღამოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გვიფინანსებენ ყველაფერ ამას. ყველანაირად ვცდილობენ რომ ხარში დაგვიდგენ და სარგებლო შემთხვევით რომ მადლობა გადაუხადო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის ბატონი გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით მინისტრის მოადგილეს ბატონ ბაგრატიონ გრუზინსკის, რომელიც ბევრს საკეთებს ასე რომ ყველანაირად საქმრად. ასე რომ აი ასე მოძრაობთ რკინის ქალამნებით, აი ასე მოვიპოვებთ ხოლმე გარკვეულ თანხებს, ჩვენ რამდენადაც არ უნდა იყოს გასაკვირი ცეკვის ქვეყანაში კავშირს მისი ჭერი არ აქვს. არ არის ლაპარაკი შენობაზე და სასახლეზე რამდენიმე ოთახი 24 წელი არსებობს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი. დააფუძნდა 1990 წლის 14 ოქტომბერს. იმის შემდეგ სად არ მივდექით, ვის არ მივმართეთ, რა დონეზე, რა სიმაღლეებზე, რა თანამდებობებზე და ვერ მოვიძიეთ 3-4 ოთახი რომ ჩვენი ჭერი ვქონდეს და ყოველთვიურად არ ვიხდიდეთ არენდის თანხას და ასე შემდეგ. ისე როგორი უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელიც ამაყობს საკუთარი ქორეოგრაფიით, ასეთ კავშირს არ აქვს საკუთარი შენობა. ეს მართლა გამიკვირდა, მე სამწუხაროდ არ ვიცოდი, რომ თქვენი საკუთარი ჭერი არ ქონიათ და იქ სადაც ხართ, იხდით თურმე არენდას. ეს ძალიან ცუდია და იმედი მაქვს, რომ აი ჩვენი გადაცემა თუნდაც და გადაცემათა ციკლი დაეხმარება ამხრივად თქვენს კავშირს, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ამ გადაცემასთან. ჩვენ სწორედ თქვენი კონსულტაციების საშუალებით შევეცდებით, რომ წარმართოთ ხოლმე ეს გადაცემები. ბატონო ოლეგო ომარი ჩვენ მყავდა ბატონი ომარი გადაცემაში და ეთყობა ხა გვის ომარი იმისო ბატონო მარკეიზეს მიუვა თქვენი ხმა კი მიუვა აუცილებლად თუმცა ვიდრე მე კითხვას დავსვამდა მინდა რომ ჩვენს რადიო მსმენელს შევახსენო რომ შეუძლიათ დაგვირეკონ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 2992292 როგორ წარმოგიდგენიათ როგორი უნდა იყოს ეს გადაცემა რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას მე პირდაპირ ასე ვიტყვი არა მარტო თქვა ამ ახალგაზრდულ ანსამბლებს რომლებიც მრავლად არის ჩვენ ჯერ კიდე ჩემ პერიოდში და საერთოდ მე მგონი ისე არ გავზრდილ ვართ რომ ერთი წელი მაინც არ გვეულოთ ცეკვაზე მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს გადაცემა
მინდა შევერთე ბატონი რეზოს მოლოცვას თქვენთვის აი ამ სივრცეში გადმოსვლის თაობაზე. შეიძლება ამას თავის პრობლემები ახლა, მაგრამ ლამაზ სივრცეში იმყოფებითა და ლამაზ სულის ადამიანები ხართ და კარგად გააკეთებთ ამ საქმეს. ამიტომ მინდა მოგილოცოთ ეს ყველაფერი. მინდა გავიმეორო ის დადებითი ემოცია და დამოკიდებულება, რაც დაკავშირებული არის იმ პრობლემების წინ წამოწევასთან, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიას ეხება. და რაც ეხება იმას, თქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ახლა ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი ბუნებრივია. არის შემოქმედთა თანამოაზრეთა ერთი გაერთიანება არის, მაგრამ მას აქვს თავისი სტრატეგიული მიმართულებები. ბატონმა რეზომ ეს ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა და მათ შორის ერთი უპირველეს ყოვლისა არის როგორ ვიზრუნოთ ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაზე. ახლა ქორეოგრაფია როგორც ხელოვნების დარგი როგორ ვითარდება, თქვათ და როგორ უნდა ვითარდებოდეს, ეს სხვა პრობლემაა და ალბათ მომავალში ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი და მიმართულება ქორეოკულტურაში არის, რომ ეს ქორეოგრაფიული ხელოვნება გამოვიყენოთ მოზარდი თაობის სნეობრივი ესთეტიკური განვითარების, მათი ფიზიკური ჩამოყალიბების, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და ღირებულებებისადმი დადებითი დამოკიდებულების შემუშავების მიზნით, რასაც ქვია ქართული კულტურა, რასაც ქვია ქართული ტრადიციები, რასაც ქვია ქართული მეობა და ქართული ზნეობა. ქორეოგრაფიას და საერთოდ ხელოვნებას ამ მხრივ ძალიან დიდი ძალა აქვს სამწუხაროდ. კონცეპტუალურად ალბათ მომავალში ჩვენ შეხვედრებზე კიდევ უფრო ვისაუბრებთ ამ თემებთან დაკავშირებით. გასული 10 წლების განმავლობაში ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა საგანმანათლებლო სივრცეში და სკოლასა და სასკოლო გაერთიანებებს, წრეობრივ გაერთიანებებს, მათ შორის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის სისტემას რაღაცნაირად საავზელო ფუნქცია გამოაცალეს და ყველაფერი სკოლას ადრე თუ ქვია და სასწავლო აუზელობით დაწესებულება, ბოლოს ქვია საგანმანათლებლო. საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება. ესე იგი, რაღაცნაირად თითქოს იგულისხმება, რომ ადამიანს მიეც განათლება და ის აუცილებლად იქნება კარგი პიროვნება. სამწუხაროდ ესე არ არის. სამწუხაროდ ზოგჯერ საშიშ სახეს იღებს ის, როდესაც ადამიანს აქვს განათლება და არ აქვს აღზრდილობა. ეს თქვა სხვა პრობლემები ეს და ჩვენ აღზრდილობის უზრუნველყოფისათვის მომარჯვებული ქონდა ჩვენი ეროვნული კულტურა. ახლა პატარა ერებს, რიცხუმცირე ერებს უფრო სწორად ალბათ, პატარა არ გვეპატარებობა ჩვენი თავი. რიცხუმცირე ერებს სხვა სივრცე არ გააჩნიათ. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ინტერვენცია მსოფლიო ბაზარზე მოვახდინოთ ჩვენი კულტურით. გარკვეული შეჭრა, გარკვეული კომუნიკაცია პოსტკულტურული სივრცეში, რომელშიც ახლა დღესდღეობრივ მსოფლიო იმყოფება, ჩვენი შეჭრა შეიძლება ჩვენი კულტურით, ჩვენი ტრადიციული კულტურით და მათ შორის ქართული ქორეოგრაფია ერთ-ერთი წამყვანია. ახლა თუ კი წამოვალთ იქედან, რომ ფოლკლორის დონეზე ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა, ქართული მითოპოეტური სამყარო, ქართული ლექსიას გაუთიშავი მთლიანობა და წარმოშობის დროიდან ისინი ერთად მოდიან, ჩვენ ეს ერთობლივად არ უნდა დავაცილოთ, ერთმანეთს არ უნდა დავაცილოთ და აქ შეიძლება მთელი ფენომენოლოგიური კვლევები ჩატარდეს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, რომ ამ პატარა ხალხმა აი ასეთი კულტურა შექმნა. როგორ მოხდა, საიდან მოხდა, რამ განაპირობა ეს, ამას ახლავს თავისი ისტორიული პროცესები, ამას ახლავს ფროიდისეული კონცეპტუალური სიღრმე, არაცნობიერისა და ქვეცნობიერის დონეზე, ამას ახლავს ძალიან ესეთი მაღალი ფსიქოლოგიური და ესთეტიკური სიღრმეები ახლავს და აი ამ სულ ყველაფერ საკითხებზე ჩვენ ძალიან სერიოზულ მუშაობას ვაწარმოებთ. ამიტომ როგორც კი გაჩნდა ეს სივრცე, რომ ჩვენ რადიო სივრცით უნდა რადიო სიხშირეებით უნდა ველაპარაკოთ, დაინტერესებულ საზოგადოებას ცხადია ახლა, ვისაც ეს სფერო არ აინტერესებს, ის არც მოგისმენს და არც კონტაქტში შემოვა, არც უკავშირი და კომუნიკაცია არ იქნება, მაგრამ ვისაც ეს აინტერესებს და ვისთანაც შეიძლება სულიერი თანადგომა და გონებრივი და აზრობრივი თანადგომა შედგეს, ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ.
ჩვენ გვაქვს ჩვენი გაზეთი, ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირსაა გაზეთი, ქართული ქორეოგრაფია, სადაც ამ საკითხებზე ვწერთ და რაკის საქართველოში ფაქტობრივად არანაირი ჟურნალი, არანაირი წიგნი, არაფერი არსებითად ქორეოგრაფიაზე არ გამოდის. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამ გაზეთს, აი უხეშად რო ვთქვათ, ავკიდოთ ძალიან დიდი სიმძიმე, რომ მან იკისროს ტვირთი გამწევი ძალისა, გამწევი ძალით იქისროს ის ტვირთი, რომ ჩვენს პედაგოგებს, არადა ყველა ქორეოგრაფი პედაგოგია ფაქტობრივად, მათ ჩვენს მშობლებს, მუსიკოსებს, მსმენელს, მაყურებელს ვესაუბროთ ამ თემებზე და გვინდა რომ ძალიან ისეთი დატვირთული და მესამედ ვახდენთ ახლა გაზეთის ასეთ რეინკარნაციას თუ მის გარდაქმნას და ცვლილებები შეგვაქვს შიგნით რომ დავტვირთოთ, იყოს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კვლევითი და რა ვიცი მიმართულებების მქონე გაზეთი. სადაც მე საუკეთესო სტატიები მეცნიერული იქნება, ეს პოპულარული იქნება სხვადასხვა წლის ბოლოს აიკინძება ჟურნალად, წიგნად, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და ერთი სიტყვით რაღაც სერიოზული განზრახულობები გვაქვს და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვეს თქვენს მიმართ, როდესაც აი ამ სივრცეშიც გავავრცელებთ ჩვენს იდეებს. დიახ, ბატონ ზაზა, სულ ცოტა ხანში თქვენსკენაც წამოვაკითხეთ, მაგრამ მოიტანა უბრალოდ სიტყვამ და მე აუცილებლად ბატონ რეზოსთან უნდა გადავიდე, ვთქვით, აი აღზრდა განათლებაზე საუბრობდა ბატონი ორლეგი და თქვენ წლებია ხელმძღვანელობთ ქორეოგრაფიის კათედრას, ჯერ კიდევ კულტურის ინსტიტუტის პერიოდში, ახლა უკვე თეატრალური უნივერსიტეტი ქვია მას და აი როგორია, ვთქვათ, ახალგაზრდობის აქტივობა, ახალგაზრდა ქორეოგრაფების აქტივობა და რამდენად ჩართულნი არიან ისინი ამ პროცესში. ანუ ჩვენი გადაცემა თავისთავად ცხადია, რომ მიმართულია სწორედ ამ ხალხისთვის, ხო, ვინც ემსახურება ქორეოგრაფიაში, შესაძლოა ის არ იყოს დაკავებული, ვთქვათ, პედაგოგიური მოღვაწეობით, მაგრამ უბრალოდ ცეკვავდეს და ჩვენ გვაქვს ხოლმე პრობლემები, რომ აი ხშირად, ვთქვათ, განათლებასთან ცოტა წყალად არიან ხოლმე ეს პროფესიის ადამიანები, სპორტსმენებზეა ხოლმე ხშირად აქცენტი და მოცეკვავებზეც და აი რას გეტყვით თქვენი მომავალ თაობაზე, რომელსაც თქვენ ზრდით? მე პატარა კორექტურა მინდა შევიტანო. დიახ, თუ შემეშალო მაპატი. მე არა ვარ კათედრის გამგე. კათედრა ფაქტობრივად აღარც არსებობს. აღარც არის. მე ყოველ შემთხვევაში როცა ვსწავლობდი, მაშინ მახსოვს რომ თქვენ ხელმძღვანელობდით. ნუ ერთი პერიოდი ახლა ბატონ ოლეგმა მახსოვს უარი თქვა, იმდენი ქონდა სამუშაო, იმდენი ქონდა სამეცნიერო სამუშაო და ლექციები დაიტვირთა, რომ თხოვა რექტორს, რომ გამათავისუფლეთ იმის დეკანის თანამდებობიდან და მე გადმომილოცეს უნივერსიტეტში დეკანის თანამდებობა, ანუ ვიყავი მიმართულების ლიდერი და ეხლა როგორც პროფესორი ემერიტუსის წოდებით უკვე უნივერსიტეტში ვარ როგორც მიწვეული სპეციალისტი და ფაქტობრივად ვარ კონსულტანტი. და მიმართულების ლიდერი ეხლა არის დიდებული მამულიშვილი, პრაქტიკოსი, თეორეტიკოსი, მეცნიერი, პროფესორი ბატონი უჩადვალიშვილი. და რაც შეეხება დაინტერესებას, მოდი გლობალურად შევხედოთ. წეგან ბატონმა ოლეგმა ბრძანა, რომ პირველად თქვა, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და მე თქვა, რომ როგორ შეიძლება პატარა ერი ვიყოთ, როდესაც ამხელა უზარმაზარი საქმე გააკეთა ქართულმა ჰანგარ და ქართულმა როკომ სოფლიოში. და ვინაიდან ჩვენ ვართ ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა სოფლიო განძია, ესე იგი ჩვენ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობ და ჩვენ სიზარღვეული ხორცი ვართ, ხორცეული და სისხლით სავსე მიმდინარეობა სოფლიო ფოლკლორისა. ახლა ეს ზოგადად, კონკრეტულად აი ჩვენ სფეროში, ქორეოგრაფიის სფეროში გაერთიანებულია, შეიძლება შემთხვევით არ იცოდეთ და შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. 9 მილიონზე მეტი ადამიანი, 9 მილიონზე მეტი. რა თქმა უნდა, აქ ფაქტობრივად 80% ბავშვია, მოზარდია, ახალგაზრდაა, მაგრამ ეს ხო ის ბავშვებია, რომლებმაც დიდ ანსამბლებთან ერთად უზარმაზარი როლი ითამაშეს, რომ სოფლიოს ენახა
არა მარტო საბავშვო ქორეოგრაფია, არამედ ქართული ქორეოგრაფია ენახა. იმ ბავშვების უკან განან მშობლები, ბებიები, ბაბუები, გულშემატკივრები, ეხლა წარმოიდგინეთ რა არმია ეს, რა დონია და რა დაინტერესებაა. ეხლა ჩვენი უნივერსიტეტის მიმართულებით ვითხოვდი, რომ აი ყოველთვის იყო არის და მჯერავს იქნება ძალიან დიდი დაინტერესება. რამე თუ არის აი შესაშური კონკურსი ყოველთვის, როდესაც ერთ ადგილზე მოდის 4, 5, 6, 7 აბიტურიენტი, ეს უკვე სერიოზული დაინტერესებაა. ეხლა ის რომ მარტო ცეკვა არ კმარა, როგორც ბატონმა ოლეგმა ბრძანა, არ კმარა, ცეკვას რო განათლება ჭირდება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თქვენ ბრძანეთ, ეხლა გეთანხმებით აბსოლუტურად, ცამდე მართალი ბრძანდებით. არიან გარკვეული ნაწილი პატარების, სულ პატარებისა, ბავშვების, მოზარდების, რომლებიც აი მე ვიცეკვებ მარტო, მე ქორეოგრაფი ვიქნები და ჩემი განათლება და ტვინი ფეხებში განათლება და მე დიდი სიამაყის გზნობით ვიტყვი დიდი სიამაყის გზნობით, რომ ჭარბი უმეტესობა აი ამ ბავშვებისა, აი ამ მოზარდებისა, ახალგაზრდობისა მიირთვიან განათლებისკენ. აი ჩვენი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულება რა არის ისა ოლეგ ბატონო როდის დაწერა პრეზიდენტმა ბრძანება ჩვენ მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტად რო ჩამოვყალიბდით არ ვიყავით უნივერსიტეტი მე მგონი 93 წლის 1 იანვარი მაშინ ბატონი ედუარდ შევარდნაძე ბრძანდებოდა პრეზიდენტი დაიწერა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფაქტობრივად 20-21 წელი დაიწყო უკვე ვყავს ნუ მაგისტრატურა დამთავრებულები დოქტორანტები უკვე ისენი ვინც დაიცვა სადოქტორო ნაშრომები აი ესენი ვყავს და კი ბატონო 20 წელი ძალიან ცოტაა სხვა უნივერსიტეტები სხვა შემოქმედებითი სასწავლებლები უმაღლესი კონსერვატორია სამხატვრო აკადემია და სხვადასხვა უზარმაზარი ტრადიციები აქვს და ზოგიერთი საუკუნესაც კი მოიცავს და მე წარმომიდგენია როდესაც იქნება ეს დაუშვათ ნახევარი საუკუნე ან 60 70 80 წელი როგორი ხალხი იქნება აი განათლებული ხალხი ქორეოგრაფიულ სივრცეში აი ეს ჩემის აზრით ძალიან დიდი საქმეა დიდი იმედია რომელიც აუცილებლად ჭირდება საქართველოს ქორეოგრაფიას და მის მომავალს რომ არ თქვან მოცეკვავე მარტო არის ცეკვა და მანიცის ცეკვა არა თუ ის არ მიდის პარალელურად თუ არ მიდის ბატონი ოლეგი ალბათ ამის შესახებ ისაუბრებს მეცნიერების გარეშე თეორიის გარეშე არ არსებობს ცეკვა ქართული ცეკვა მოდის 1000 წლეულობიდან მოდის საუკუნეების სიძველეებიდან და ამას ყველაფერს ჭირდება შესწავლა ბევრი გაკეთდა ბევრი დაიკარგა ჩვენ და სავალალოდ და აი ახლა მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს რომ რაც გადარჩა და რაც არის რომელიც მსოფლიოს ანცვიფრებს პრაქტიკული საქმიანობა ეს იქნას შესწავლილი მთლიანად მოქცეული ერთ სისტემაში შემონახული ისე გადაფარებული მას ჯაჭვის პერანგი რომ ეს შემოუნახოთ ჩვენ მომავალ თაობებს და საუკუნეებს. მე ხვდები რომ ძალიან შორს გავიჭრებით ახლა ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ საუბრობთ გადაცემის ანონსზე, რომელიც ძალიან მალე გავა ყოველ კვირაში ერთხელ ჩვენს ტალღაზე. გადაცემა, რომელიც საზოგადოებას მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაიცნონ ნიჭიერი თაობა და მათი პედაგოგები, რაც თავის მხრივ გაზრდის დარგის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ეროვნული ფასეულობების პროპაგანდას. ეს არის ამ გადაცემის მიზანი. ბატონო ზაზა, მე მინდა თქვენ გკითხოთ უკვე, როგორი მდგომარეობაა საქართველოში ამ ხრივ ამასამრიგებლით სიმრავლით გამოვირჩევით ვიცი ეს ამბავი და აი თქვენ კავშირს ანუ რამდენად გაქვთ ურთიერთობა აი ასეთ ანსამბლებთან რამდენად არიან ისინი თქვენთან თქვათ როგორ დამოკიდებულებაში აი გეკითხებიან რამე აზრს რჩევას იღებენ თქვენგან
როგორია თქვენი ურთიერთობები მოკლედ აი ესეთ ანსამბლებთან და პედაგოგებთან? შეუერთები ამ დიდებული ადამიანების ნათქვამს, მეც მინდა მოგილოცოთ ამ შესანიშნავი სტუდიაში მუშაობის განახლება, მისურვებ წარმატებებს. აქედან გამომდინარე, მინდა უპასუხო თქვენ შეკითხვას, რომ ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირში ფიქრობ, როგორც ბატონმა რეზომ ბრძანა, საქართველოში ძალიან 9 მილიონზე მეტი მოცეკვავეა, მოცეკვავებს ითვლის, უფრო მეც თუ არა ჩემი მოსაზრებით. მისი პედაგოგები მრავლადაა საქართველოში და ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე პედაგოგი ჩვენთანაა და ეს მე მახარებს. ერთხელ ლაპარაკობ, მოდიან განამარტო ცეკვის ყველა საჭირო საქმეზე პრაქტიკულად ჩვენთან არიან განსაკუთრებით აი გადამზადება თეორიული თვალსაზრისით ბუნებრივია ყავს შესანიშნავი ადამიანები პრაქტიკულად თელ საკმაოდ ცნობადი მთელ საქართველოში რო იტყვიან მათ შესახებ ვერ ვისაუბრებ მაგრამ რა არის თუ იცი არის რეგიონები სადაც მუშაობენ ქორეოგრაფები საკმაოდ წარმატებულად მაგრამ იცით არიან სააქტო დარბაზში ძალიან რთულია 21 საუკუნეში პრესის, ტელევიზიის, რადიოს გარეშე ურთიერთობა. განსაკუთრებით რეგიონები მაქვს მხედველობაში. ჩვენ დღეს დედაქალაქში ვიმყოფებით, ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან ახლოსაა. ღია კარია, თეატრებიც, ყველაფერი, მაგრამ დღეს ქორეოგრაფია სამწუხაროდ, ბავშვთა ქორეოგრაფია სამწუხაროდ თვითდაფინანსებითაა. ძალიან გაჭირვებულ დროში ვცხოვრობთ. ძალიან რთულია გარკვეული ფენისთვის თუნდაც თქვათ იმ ელემენტარული R&D-ის ფულის გადახვთან, რასაც ქვია სწავლის ფულის გადახვდა. შემდგომ მე ამ ღონისძიებებზე თუნდაც თქვათ ის გამოსვლა და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ წელიწადში ხო პრობლემატური საკითხია. წელიწადში ფიქრობ რეგიონიდან ერთხელ თუ ახერხებს თუნდაც თქვათ რომ აი თუნდაც თქვათ ნებისმიერ ღონისძიებაზე არა მაქვს მხედველობაში, მაგრამ საკმაოდ ზეცნობად ღონისძიებებში, ამ ფესტივალებში, ამ კონკურსებში, რასაც კავშირია უჭირთ ხალხს და ამის ქველმოქმედებას ნამდვილად ჩვენ ვაკეთებთ, რომ არ არის მარტო ის რომ ამ სხვადასხვა ბევრი გაგვიკეთებიან, რასაც ვაკეთებთ. სწორედ ფიქრობ, რომ ჩვენი გაზეთის მეშვეობით, თქვენი ფოლკლორის რადიოს მეშვეობით, გადაცემების მეშვეობით ხელ შეუწყობთ ამ ადამიანების პოპულარიზაციას თუნდაც თქვა. გავაცნობთ საზოგადოებას. აი მინდოდა მეკითხათ, ასე თუ ისე თბილისში მართლა წვდომა ძალიან მარტივია, რომ ჯერტი ატარებენ, ძალიან ხშირად ატარებენ კონცერტებს და არის ძალიან ბევრი დარბაზი, ქირაობენ და საზოგადოება ეცნობა ყოველ შემთხვევაში იმ ბავშვების ახლობლები მაინც ნახულობენ, მაგრამ რა ხდება რეგიონებში? ძალიან მაინტერესებს ამ ხრებ. პრინციპში ჩვენ ამ თემას აუცილებლად გავშლით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ლაპარაკობ განამარტო რომ მე ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირში ვარ, მაგრამ მე ამ სულ რაღაც 2 წელია რაც მუშაობ და რაც მე აქ ვნახე, თუნდაც თქვა რეგიონებში ჩატარებული ღონისძიებები. აღარ ვლაპარაკობ, აი თუნდაც ზემო აჭარიდან დავიწყებ, ხულოში, ქედაში, შუახევში და მოყოლებული თუნდაც თქვა ამის ახმეტაში ჩასვლამდე. კარგი გაგებით ამის მომსწრემე ვარ. ფიქრობ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ის დიპლომები იქნება, ის წამახალისებელი რაც შეიძლება და პრაქტიკულად ყველა შეუძლებელი გავაკეთეთ. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ და ვაკეთებ თუნდაც. ჩვენ რეგიონალური პრინციპით მუშაობთ, რეგიონები გვაქვს. საქართველოს რეგიონალური დაყოფის საერთოდ ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპების მიხედვით ჩვენ ყველგან გვყავს ჩვენი ხელმძღვანელები, წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი გამგეობის წევრები არიან. ყოველთვის ვატარებთ გამგეობის სხდომებს და ასე რომ თქვა იმისა, რომ მაგალითად დავუშვათ თქვა თბილისში უფრო ინტენსიურია შემოქმედებითი მუშაობა და ბავშვებთან მუშაობა და ქორეოგრაფიით დაინტერესებული ბავშვებთან მუშაობა ცხადი არ იქნება გამართებული. ყველგან ძალიან ინტენსიურად მიდის, სერიოზული მუშაობა მიდის, ბატონო ზაზამ ბრძანა და სწორია, თვით ყველაზე მივარდნილ, თუ შეიძლება ასე უხეშად ითქვას, რეგიონებშიც კი
დღე არ გავა, აი ხა ჩვენს ოფისში დავტოვეთ რეგიონის 10-12 წარმომადგენელი, რომლებიც ჩამოსული არიან საკითხებთან დაკავშირებით, აი რა ღონისძიებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სად, როგორ, რანაირად და ასე. ანუ ჩვენ რაც აგვაქვს, თქვა, ჯილდოები გვაქვს, დიპლომი გვაქვს, медали გვაქვს, წამახალისებელი ორდენებიც გვაქვს, ყველა ბევრი რაღაცეები გვაქვს, ამაზე ალბათ მეერე და რა საკურველია კი. დღეს ყოველდღე ნამდვილად კი, თორმით უფრო როდესაც ჩვენ გადავაჭარბეთ ჩვენს დროს. ამიტომ ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და ჩვენ უყურადღებოდ არ გვყავს დატოვებული არც ზღვისპირეთი, არც მთა, არც ბარი და ასე შემდეგ. და მე ეჭვი არ მეპარება რომ თქვენ არ გეყოლებათ დატოვებულია ეს უყურადღების გარეშე და მე მაინტერესებს აი თვითონ ადგილზე თუ მართავენ ისინი ღონისძიებებს და აი რამდენად იმიტომ რომ ყველაფერი თბილისში ხდება და ჩვენ ვართ ეპიცენტრში და აი იქ ამ რეგიონებში ხანდისხან ისეთი აქტივობაა რომ აქედან ვაკავებთ მართლა მოუგელი უბრალოდ სწორედ ამიტომაა საჭირო პრეს ტელევიზია რადიო დღევანდელ დღეს რომ ის რაც კეთდება პრაქტიკულად რომ ითქვა საზოგადოების მივიდეს თუნდაც ვთქვათ ის ძალიან რთულია ჩაკეტილ დარბაზში ჩაკეტილ კუთხეში თუნდაც ავიღოთ ჩემი სოფელი სადაც შეიძლება კარგი გაგებით ვამბობ ფოლკლორიც ამ ღერიან ცეკვავენ მაგრამ არ არის ძირეულად რომ ვთქვათ აი ნაკლებად ცნობადია კიდევ ერთხელ ლაპარაკობ საზოგადოების ყურამდე არ მიდის საზღვრებს სწორედ მე სწორედ თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა მოუწოდო იმ ქორეოგრაფებს იმ ახლობლებს ჩემს მეგობრებს ვინც ჩვენს ირგვლივ არიან სწორედ გამოიყენონ ეს საშუალება იმისათვის რომ არის მაგალითად ბევრი ანსამბლი სადაც დიდებული მოცეკვავები იზრდებიან თქვა მაგრამ არავინ არ იცის ეს აი მერწმუნეთ რო ნახოთ ალბათ ამაზე მომდმენდო გადაცემებში კი ბატონო რაღაც დამატება გსურდათ მე მგონი არა დამატება კი მინდა მაგრამ მადონმა ოლეგმა რო თქვა ხლა ყველაფერს თუ თქვენ შემოვინახოთ და რაც შეეხება რეგიონებს და რეგიონებში საქმიანობას ჩვენი კოლეგების ესენი არიან ახალგაზრდები, შუაგაზრდები თუ ჩემი ასაკის ხალხი აი მადონმა ზაზამ რო თქვა შემდეგ მადონმა ოლეგმა ეს კიდე დააზუსტა რომ ძალიან დიდი თავდადებით მუშაობენ. ძალიან დიდი თავდადებით. ძალიან ბევრი ანსამბლი ნებისმიერ მიმართულებაში, ნებისმიერ განშტოებაში, საქართველოს ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ ქალაქში და აი ეს რეკლამა აკლია და ყოველთვის გული მტკივა ჩახვალ ეს იყოს გინდა დაუშვათ აჭარა, ეს იყოს სვანეთი, ეს იყოს სამეგრელო, იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი, ისეთი ღონისძიებები ტარდება, ისეთი ფესტივალები ტარდება, ნუ ჩვენც მიერ დაგეგმილი სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები ურეკში, ქუთაისში, მაშინ ქობულეთში ვატარებთ ყოველ ზაფხულს 10 დღიანს, აი იმის შესახებ, რომ მოგახსენეთ, რომ იქ არის სემინარები, იქ არის მასტერკლასები, იქ არის სამეცნიერო კონფერენციები და ფესტივალები. და ეს ყველაფერი არ არის აი გამოტანილი და მას არ აქვს რეკლამა, რაოდენ გულსატკენია ეს, რაოდენ გულსატკენია ეს ყველაფერი კეთდება. ეხლა ალბათ ყველა იცის და დაგვეთანხმებით იმის თაობაზე, რომ რა ვიცი, შეიძლება დაუშვათ რაღაცა ცოტა გადახვევას ვაკეთებ და ამით ჩემი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება ეპატიოს. მაგრამ არ ამგონია შეცდომას უშვებდე რომ დღეს საქართველოს ქართულ ჰანგზე და ქართულ ცეკვაზე დიდი განძი არ გააჩნია და ეს ჭარბმა უმეტესობამ საქართველოს მაცხოვრებელმა, მშობლებმა, გულშემატკივრებმა, სპეციალისტებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა ეს იციან, მაგრამ აი ძალიან ცოტა ფინანსური მხარე. ეხლა თუ არ გადავაჭარბებ, კიდევ მაგალითად წელს გამოიყოს საქართველოს ფეხბურთისთვის 100 მილიონი. საქართველოს რაგბისთვის გამოიყოს 300 მილიონი. აი ხო უნდა იყოს რა თქმა უნდა გამოიყოს საქართველოს რაგბისთვის, უნდა გამოიყოს ფეხბურთის ნებისმიერი მიმართულებისთვის, მაგრამ საქართველოს ქორეოგრაფიისთვის რამდენჯერ გვისაუბრია, რომ გამოიყოს
100 მილიონი კი არა, 10 მილიონი კი არა, 5 მილიონი რო გამოიყოს, აი ეს პრობლემები რაც ახლა ითქვა, ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებდით აი რეკლამებისთვის და ბევრი ეწოდინებოდა, ძალიან ბევრი ეწოდინებოდა საქართველოს გულშემატკივრებს და სპეციალისტებს და მშობლებს, ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ერთ პროექტში გავიმარჯვეთ. ეს პროექტი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გაეროსსა და ევროკავშირის ხაზით გავიმარჯვეთ. და არის დაგეგმილი ძალიან დიდი ღონისძიებები, დაგეგმილი. მესამე ქვეყანაშიც კი დავგეგმეთ ღონისძიება, მაგრამ თქვით რომ მოდით ყველაფერი გადავდოთ და მოვამდომოთ აი თუნდაც 80-90% პროექტის დირექტორი ბატონი ოლეგი ბრძანდება აი ამ გამოცემა დისკების, ალბომების, წიგნების, გაზეთის და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გულის სისხლს ვიღებთ იმისთვის, რომ როგორმე ცოტათი მაინც მივაწოდოთ საქართველოს მაცხოვრებლებს და განსაკუთრებით ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი საქართველოს ქორეოგრაფიის საბავშვო, მოზარდი, სტუდენტური, სახელმწიფო ანსამბლები, ეხლა ძალიან დიდებია და მათ პატრონიც ხავთ, როგორც სამინისტროები, ასევე ადგილზე მუნიციპალიტეტები ხავს და ეს და აი ეს აკლია, ძალიან აკლია საბავშვო ქორეოგრაფიას, აკლია მოზარდებს, ხატრულ შემოქმედებას, ძალიან აკლია ეს და თუ ეს იქნა, აი ბოლოს და ბოლოს ეს ყამირი გატყდა, გამოინახა სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ, თუნდაც რამდენიმე მილიონი საქართველოს ქორეოგრაფია და არა მარტო საბავშვო ქორეოგრაფია, რამდენიმე საფეხურით ამაღლდება. ბატონ რეზო, მედიას მეოთხე ხელისუფლებას ეძახიან და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბრები ხმად მღაღადებლისა უდაბნოსაშინა არ დარჩება, იმიტომ რომ ჩვენ ამერიდან დავიწყებთ ამ გადაცემათა ციკლს და შესაბამისად არ გავჩერდებით მანამ სანამ არ მივაღწევთ საწადელს ალბათ დამეთახილებით. მომავალი წლის ბიუჯეტში ბატონ რეზო გარწმუნებთ იქნება 5 მილიონი ის პროექტი განვახორციელოთ ჩვენ. გავაკეთებთ. უფრო მეტიც მე მგონი უარს არის. შეიძლება ვამბობ, მე შეიძლება 0 მივამატო. არა, ერთი დეტალი, თვალ შეგაწყვეტინეთ. ერთი და რამდენიმე წამში ჩავიტევი. ამის წინეებზე ერთ-ერთ არხზე გამოვდიოდი, საპატრიარქო, რამდენიმე არხზე, მაგრამ საპატრიარქო არხზე ჩვენ მე და ბატონმა ოლეგმა აი საქართველოს ქორეოგრაფიას, გურიას განსაკუთრებით ყავდა ძალიან დიდი მოღვაწე გიორგი სალუქვაძე, რომელსაც წელს შეუსრულდებოდა 100 წელი. ჩვენ წიგნი მოამზადეთ, წიგნი და ტელევიზიის საშუალებით მოუწოდე საქართველოს, რომ თქვენ რო თქვით, ჩვენ მეოთხე ხელისუფლება ვართო და იქ იმის საშუალებით, რომ იქნება გამოჩნდეს ვინმე საქართველოში ამ ადამიანის, რომელმაც უზარმაზარი ამაგი დასდო არა მარტო საქართველოს ქორეოგრაფიას, საცეკვაო კულტურას, ასევე მუსიკალურ კულტურას და სხვა კიდე მიმართულებებს, რომ იქნება დაგვეხმაროთ ამ წიგნის გამოცემაში მეთქი და იმედი მაქვს რომ აუცილებლად დაგვეხმარებიან სამწუხაროდ ჩვენ ყველანაირ დროს გადავაჭრებთ ბოდის გიხდით ბატონ ოლეგ ალბათ გსურდათ რა იმის დამატება არაფერი არა იმიტომ რომ ჩვენ რაკი გეგმავთ ციკლს სათქმელი ჩვენ არაერთხელ შევხვდებით ამ სტუდიაში მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელს რომ ძალიან მალე ჩვენს ეთერში დაიწყება გადაცემა სახელწოდებით ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები კი გახდათ საქართველოს ქორეოგრაფიული მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ბატონი რეზო ჭანიშვილი, რომელიც პროფესორი გახლავთ, მისი მოადგილე ბატონი ოლე გალავიძე და მისივე თანაშემწე ბატონი ზაზა მჟავანაძე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ დაგვირეკავ მსმენელმა, მაგრამ მე რამდენადაც ხვდები ვერ გვიკავშირდება. ალო? მე მგონი ვერ ხდება დაკავშირება სტუდიასთან. პირდაპირ ეთერში ხარ. ალო?
სამწუხაროდ ძალიან გვიან დაგვირეკა მსმენელმა და ვერ მოხერხდა მისი შემოყვანა პირდაპირ ეთერში, ასე რომ სხვა ხუთშაბათს აუცილებლად დაგვირეკავენ. კარგად გზანდებოდით. კარგად გზანდებოდით. კარგად გზანდებოდით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დღის სტუმარი